თქვენი აზრით, როგორ ამუშავებდნენ შადრევნებს უძველეს დროში, როდესაც ელექტროენერგია არ ჰქონდათ? დღესდღეობით ეს სტრუქტურები ხომ სწორედ ელექტრობაზე მომუშავე სატუმბის დამსახურებით ფუნქციონირებს. სანამ ამ მექანიზმს ავხსნიდე, გეტყვით, რომ პირველი შადრევნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლეულებით ადრე გაჩნდა. ამ სტრუქტურების დანიშნულება თავიდან მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა იყო. თუმცა ნელ-ნელა მათი ქანდაკებებით, სვეტებით, ფილებით შემკობა დაიწყეს. დღესდღეობით შადრევნებს სწორედ დეკორატიული ფუნქცია უფრო აქვს და მაინც ნებისმიერი შადრევნის მიზანი ისაა, რომ წყალი მოძრაობაში მოიყვანოს. უმარტივესი შადრევნების მოქმედება ზიარჭურჭლის პრინციპს ეფუძნება. ესაა ერთმანეთთან ქვედა ნაწილით შეერთებული ორი ან მეტი ჭურჭელი, რომლებშიც მათი ფორმის მიუხედავად სითხე ერთ დონეზეა. ახლა ხელში მიჭირავს გამჭვირვალე მილი, რომელშიც შეფერილ წყალს შავასხავთ. მოკლედ ეს არის უმარტივესი ზიარჭურჭელი და ეხლა ერთ ბოლოს თუ ავწევთ მაღლა, მეორე ბოლოდან შადრევანი ამოასხავს. რაც დიდი იქნება განსხვავება მილების დონეებს შორის, მით მაღალი იქნება შადრევნის სიმაღლე. ეს იყო ზიარჭურჭელი, რომელიც შადრევანს ქმნის, მაგრამ რა თქმა უნდა, თანამედროვე შადრევნები უფრო რთული სტრუქტურისაა. წყლის მოძრაობაში მოსაყვანად უმარტივესი თანამედროვე მეთოდი სპეციალური სატუმბის გამოყენება. თუ მას პირდაპირ შადრევნების თასში მოვათავსებთ და დენის წყაროში შევაერთებთ, წყალი სატუმბში შედინებას დაიწყებს და იქიდან მილებში გადაინაცვლებს, რომლიდანაც სითხის ნაკადი ამოიტყორცნება. უძველეს დროში არც ელექტროენერგია იყო და არც შესაბამისად სატუმბები. საინტერესოა მაინც როგორ მუშაობდა მაშინდელი შადრევნები. უძველეს გამომგონებლებს ორი გამოსავალი ჰქონდათ. პირველი ზიარჭურჭლის პრინციპის გამოყენებას გულისხმობს. ამისათვის ერთ მილს შადრევანში აერთებდნენ, მეორეს კი წყლის რეზერვუარში, რომელიც სითხის წნევის უზრუნველსაყოფად საკმაო სიმაღლეზე უნდა მდგარიყო. დრო და დრო ამ რეზერვუარის შევსება იყო საჭირო, რასაც ფიზიკური ძალის გამოყენებით წყალსაქაჩით ახერხებდნენ. მეორე გამოსავალი მდინარიდან წყლის გამოყვანა სპეციალური არხით და შემდეგ იგივე კონსტრუქციის მოწყობა იყო. მაშინ ფიზიკური ძალის გამოყენება აღარ იქნებოდა საჭირო ავზის შესავსებად, მაგრამ ამ კონსტრუქციას შესაბამისი ლანდშაფტი ჭირდება და ყოველთვის ვერ მოხერხდება. საბედნიეროდ დღემდე ხელმისაწვდომია ჰერონ ალექსანდრიელის ნაშრომები, რომლებშიც იგი მაშინდელი შადრევნების მუშაობის პრინციპს განიხილავს. ჰერონი ბერძენი მექანიკოსი და გეომეტრი იყო, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში ცხოვრობდა. ხელში სწორედ მისი აღწერით შექმნილი მოწყობილობა მიჭირავს, რომელიც როგორც ხედავთ, 3 ჭურჭლისგან შედგება. იმისათვის, რომ ამ სისტემამ მუშაობა დაიწყოს, ჩვენ ახლა მას გადმოვაბრუნებთ. უნდა შეივსოს წყლით მეორე რეზერვუარი. აქვე გეტყვით, რომ ეს მხოლოდ შეფერილი წყალია, შეივსება აი ეს მეორე რეზერვუარი. და ახლა შევეცდებით გიჩვენოთ აი ამ შადრევნის მოქმედების პრინციპი. სულ ოდნავ ჩავამატებთ წყალს ზედა რეზერვუარში და შადრევანი იწყებს ფუნქციონირებას. როგორც კი აი ეს მეორე რეზერვუარი დაიცლება და შესაბამისად შეივსება მესამე რეზერვუარი, შადრევანი შეწყვეტს მუშაობას. ანუ ის მუდმივად ვერ იმუშავებს. ამისათვის შემდეგ საჭირო იქნება კვლავ შევცვალოთ პოზიცია, შეივსოს ისევ ეს მეორე რეზერვუარი და ისევ ჩავამატოთ წყალი და ისევ თავიდან გაგრძელდება ეს პროცესი. როგორც ხედავთ, წყალი ცენტრალური ჭურჭლიდან მის დაბლა არსებულ მეორე ჭურჭელში ჩაედინება.
ამ ჭურჭელს მხოლოდ ერთი ნახრეთი აქვს. ამიტომ იქ მაღალი წნევა წარმოიქმნება და ჰაერს კუმშავს. ეს შეკუმშული ჰაერი მილის მეშვეობით მესამე ჭურჭელში გადადის, სადაც ის წყალს მაღლა უბიძგებს. რაც უფრო დიდია სიმაღლეთა შორის სხვაობა, მით უფრო ძლიერია სითხის წნევაც. ეს შადრევანი მაშინ იწყებს მუშაობას, როდესაც ჩვენ ზედა ჭურჭელში წყალს ჩავამატებთ და ამის შემდეგ დიახ ის ყოველგვარი გარეჩარევის გარეშე ფუნქციონირებს. თავისთავად წყლის დინება იქ მუდმივად ვერ გაგრძელდება. როგორც კი ეს რეზერვუარი, ანუ შუა რეზერვუარი დაიცლება, შადრევანი შეწყვეტს მუშაობას. ამ რეზერვუარში წყლის გადაკაჩვისა და შემდეგ ზედა რეზერვუარში წყლის ჩამატების შემდეგ ამ პროცესის აღდგენა კვლავ შესაძლებელი ხდება. ამასთანავე, რაც უფრო მეტია აი ამ ჭურჭლების მოცულობა, მით უფრო დიდხანს იმუშავებს შადრევანი. ჰერონის შადრევანი უძველესი სამყაროს მიღწევების ერთ-ერთი მაგალითია. ეპოქის, როცა ადამიანებს არ ჰქონდათ არც ელექტროენერგია და არც თანამედროვე მოწყობილობები, მაგრამ თავიანთი ქმნილებებით სამყაროს გაუცებას მაინც ახერხებდნენ. ეს ამტკიცებს, რომ ფიზიკური პრინციპების ცოდნა კაცობრიობას ტექნოლოგიურ თუ კულტურულ წინსვლაში ეხმარება. იმედია დღევანდელი ვიდეოთი ამაში დარწმუნდით. გმადლობთ ყურადღებისთვის.